გამარჯობა მეგობრებო, დღეს გვაქვს მორი შეხვედრა კონსტიტუციის ჯგუფის. დღეს ვარჩევთ ისეთ საკითხს, როგორც არის როგორ შევაფასოთ, ასე ვთქვათ, ის მოდელები, რომლებსაც ჩვენ მოვიტანთ მაგიდაზე. შეიძლება რამოდენიმე AI ავიღოთ და ისეთი რთული ვარიანტი ამისი. და ეს ინფორმაცია, ასე ვთქვათ, ვაჭამოთ, მივთითოთ იმ წყაროებზე, რომელიც აფასებს დემოკრატიის უკუსლას. ისეთ ქვეყანაში, რომელიც არის ესეთი მყარი დემოკრატია, როგორც არის შვედეთი, ისინი ცდილობენ, რომ შეისწავლონ ის ყველა მაგალითები, რაც მოხდა სხვადასხვა ქვეყნებში, რომ ესეთი რამე მათთან არ მოხდეს. ანუ ისინი არიან პრევენციული იმაში და ჩვენ ახლა რაც ვაკეთებთ, აი ამ ჯგუფში თუნდაც არის ის, რომ ოკეი, როგორ ამოვიდეთ ამ კრიზისიდან. სტანდარტულად ხდება ხოლმე, რომ შეიძლება დემოკრატიულად მოვიდეს ხელისუფლებაში და პარლამენტის მეშვეობით პარლამენტის მიტაცება ხდება პირველი. ანუ რაც ნახეთ დაწყებული გერმანიიდან დამთავრებული კონკრეტ პოლონეთით არის ეს და საქართველოს იგივე. ასწრებთ ეს მუშაობს ხოლმე თუ არის საპარლამენტო რესპუბლიკა. პარლამენტის მეშვეობით აღმასრულებელ ხელისუფლებაზე ხდება კონტროლი, რაც სამინისტროებზე კონტროლია, სამინისტროების დაფუძნებულ სიპებს და რაც მნიშვნელოვანია ძალოვნებს. იქიდან ჩვენ შემთხვევაში კიდე გართულებულია სიტუაცია სასამართლოზე. სამი კომუნა გავაკეთე, ეს კომუნები არ გამოდის თქვათ ისეთი ერთნაირები, ამისი პრაქტიკა არის, შვეიცარიაში ბევრგან არის ეს მდგომარეობა, ანუ კომუნები ციფრობრივად ერთმანეთისგან განსხვავდება. ეს არის თქვათ აი ჩვენს პირობებში, ეს არის დიდი კომუნა. მამასახლისები აირჩევიან ყოველ წელს არაუმეტეს 2 ვადის. ყოველ წელს ის მამასახლისი უნდა გადაირჩიო. ეს არ ვიცი რამდენად სწორია, შეიძლება 2 წელით ვადით აირჩიონ, შეიძლება. არ მგონია რომ კაი იყოს 3 და 4 წლის ვადით არჩევა, ვფიქრობ 2 ან 1 წლის ვადით უნდა არჩეულიყო. სამეზობლო ეს არის ცნება, რომელიც შეეხება რაღაც ჯგუფს, რომელიც ერთად ცხოვრობს, ერთმანეთის მეზობლად ცხოვრობს და ერთმანეთის მეზობლად აღიქვავს თავს. შემომჩნია, რომ ზედავარ ვერსიაში და აქაც ამ თემშიც შემოსაზღვრული გაქვს იქ უფრო ასე ეს არის დასახლება, მაგრამ არის კიდე გარშემო მიწები და ამ მიწებს ეს ნაწილი როგორ არის აქ გათვალისწინებული? მოდით ასე ვთქვათ, რომ რაც კი შესაძლებელია, რომ სხვა სამეზობლოზე ახდენდეს გავლენას, ის ექვემდებარებოდეს რაღაც რეგულაციას. ანუ თუ ფიზიკურად ვერ ახდენს გავლენას ჩემზე, კი ბატონო, კონდეს იქ რაღაცა ლიბერალური გარემო. მაგრამ თუ მწდება შენი პრობლემა, მაშინ ზუსტად მაგიტომ ვარ თემი, რომ ერთად შევთანხმდეთ ამაზე. ჩემი მიზანი არის პერსონალურად აქტივიზაცია ამ ერთეულების, იმიტომ თუ აქ ეკონომიკური აქტივიზაცია არ მოხდა, შეიძლება ეგ მცდარი დაშვებაა თქო და შეიძლება ამ ინსტრუმენტმა კი არა, იგივე აი ჩარტერ სიტები რომ აქვს, აი ჩემ მოდელში იმან უნდა გააკეთოს ეგ, მაგრამ ამოცანა არის რომ მოვახდინო აქტივიზაცია ამ ერთეულების.